როგორი კარგი და ნათელი ჭიქა გაქვს შვილო ნათია გენაცვალე. აი შავცხენზე ხარ ამხედრებული, შენზე ხარ. გაცვია ლაკის ტრუსიკი. მოკლე ლაკის ტრუსიკი ხელში მარჯვენა ხელში მათახი გიჭირავს და აქეთ ხელში ბორკილები და ლაგამი გაქვს ამოდებული ამ ცხეზე და მიაჭენებ. მიაჭენებ, მაგრამ ამ ცხეს შვილო ცხენის სახი არა აქვს, კაცის სახი აქვს წვერებიანი. გიასო. გიორგი. ხო, გიორგის მიაჭერებ, თან ურტყავდა, გიორგის დოლარებს ისვრის. ნათია შვილო, ძალიან ახარ გაბოზებული შვილო. გაბოზებულიაო პირდაპირ მეუბნება ჭიქა და არ ვიცი შვილო რა ხდება, რა ამბავია, მაგრამ ნახე ფარში ვანგი ამოგივიდათ, დიდი მფარველობა გაქვს ძალიან, იმიტომ რომ გული გაქვს თბილი. გული გაქვს თბილი, ბევრი კარგი სიკეთეებიცა გაკეთებული და ამ გიორგისთანაც აი ბოლომდე გულით კეთილად ახარ განწყობილი და წველი შვილო, მაგრად წველი და გსქვევით ნეასო არის, ლამაზი პირისახის გოგო არის, თითქოს თავისი ცოლიაო და აი ახლა ნინო მელაპარაკება, ახლა მომწერა აი ჭიქაში რომ მაგნათიას უთხარი ტრაკი დააყენოს, თორე დედას ვუტირებო და რა ვიცი შვილო, ჯობია რომ გაიხადო ეგ ლაკის ტრუსიკი, აბა გული გამიხსენი ერთი მიდი. აღარ შემიძლია, დავიღალე მორჩა. მიდი თათია ჭურჭელი დარეცხე, მიდი თათია დაამშრალე, მიდი სარეცხი გაფინე. აბა ეს ბავში შვილო რა შეჭამეს, ტოლმას არ აჭამს, იმას შემწვარი კარტოფილი უნდა, იმას ბლინები უნდა, ამას წუნიანი არ უნდა, აბა პირი გააღე, აბა ნასკები სად არის, ცალინასკი სად წავიდა, მე ხო დავაწყვილე, ის ინგლისურზე, ის სკოლაში გადაიყვანე, დავიღალე, ისე ვარ ახლა რამის კედლით გავანგრიო, აი ეს 4 ოთახიანი ჩეხური და გავიდე ლვოვის პროექტში. მეტირება. აღარ მინდა სადღაც სოფელში მინდა გადავიკარგო, ტყეში მინდა, წყებსთან მინდა რომ ჯოხი დავიჭირო და ცხვრები გაბრეკო. ბატკანი მინდა, წიწილა მინდა მყავდეს, ცოტა ქათამი, ცოტა ღორი. რა ვქნა, სად წავიდე, რა გავაკეთო, მონასტერში მინდა რომ წავიდე, მაგრამ არა მონასტერშიც არ მინდა, იქაც დამას საქმე. დავიღალე.